ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო დიდმარხვის მესამე კვირას აღესრულება ჯვრის თაყვანისცემის მსახურება. ჯვრის თაყვანისცემა, რომელსაც ჩვენ ვინც ესწრებოდით ამ მსახურებას, თქვენ დაინახავდით, რომ მოხდა რაღაცა შემკობა ლამაზად ჯვრისა, პატიოსანი ჯვრისა, რაღაცა მსახურებაზე დიდება მაღალიანის დროს, საზეიმოთ მისი გამობრძანება, ხალხის კურთხევა ამ ჯვრით. და ამის შემდგომ ვამბობთ ლოცვას, რომ ჯვარსა შენსა თაყვანისცემ ქრისტე მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა უგალობ და ვადიდებთ და ვემთხვევით აი ამ პატიოსან ჯვარს. გვაქვს ამისი პატივი. მაგრამ მე მინდა გელაპარაკოთ ახლა იმის სულიერ მხარეზე, სულიერ შინაარსზე, რომ რა არის სინამდვილეში ჯვრის ნამდვილი და ჭეშმარიტი თაყვანისცემა. არა გარეგნობითი, როდესაც პატიოსან ჯვარს დაინახავ, მიხვალ და ემთხვევი. არამედ შინაგანი თაყვანისცემა, რომელიც უნდა გააჩნდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. აი ამ შინაგან თაყვანისცემაზე სურს დღეს თქვენთან ვისაუბრო და ღმერთი მოგცემს ძალას აი ამ საუბრისას. სინამდვილეში ჩემო ძვირფასებო, თქვენ ალბათ ძალიან ბევრს გაგიგონიათ, რომ ჯვარი არის მცველი და მფარველი, დამცველი. ჯვარი უნდა გქონდეს სახლში, ჯვარი უნდა გეკეთოს გულზე, ჯვარს უნდა ისახავდე ხშირად. მაგრამ როდის ხდება ჯვარი დამცველი და როდის ხდება ჯვარი შენთვის მფარველი, ამაზე თუ უფიქრი ადამიანს, ამაზე თუ ფიქრობს ქრისტიანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესე ცარიელი უბრალოდ აღმართული ჯვარი, ან გულზე ჩამოკიდებული, ან ხელში გეჭიროს, ან სახლის კარებზე გაკრული, როგორ შეიძლება რომ თავისთავად მოქმედებდეს შენი ჩარევის გარეშე. შენ არ გინდოდეს და ის მოქმედებდეს, რომ განდევნიდეს რაღაცა ბოროტძალებს და შენ ესე იგი არანაირად არ თანამონაწილეობდე ამ ყველაფერში. ამიტომაც ჯვრის თაყვანისცემის კვირა ჩვენ შეგვახსენებს ერთ რამეს. ჯვარცმულ ქრისტეს. ჯვარცმულს, რომელთანაც უნდა მივიდეთ, დავდგეთ და ვთქვათ, რომ შენ ხარ ჯვარცმული ქრისტე, აი ამ ჯვარცმას ადამიანი ხო თვითონ გაურბის, ნებისმიერ ტკივილს ადამიანი ხომ გაურბის და ემალება, მაგრამ თაყვანისცემად მისულ ქრისტესთან ადამიანი რას უნდა გრძნობდეს და რას უნდა განიცდიდეს. უნდა ამბობდეს ასეთ რამეს, რომ ქრისტე ღმერთო, ჯვარი მაშინ გადაიქცევა ჩემთვის ნამდვილი, სულიერი თაყვანისცემის საგნად, თუ კი მეც იმას შევძლებ, რაც შენ შეძელი. და რა არის ეს, რაც მან შეძლო? დადგები და იტყვი ადამიანი, რომ ვიღაცა შეიძლება არ მიყვარს. აი ჯვარცმასთან როგორ შეიძლება ასეთი რამ გულშიც კი გაივლო, იმიტომ რომ მას ყველა უყვარს. ჯვარცმასთან შეიძლება დადგე და თქვა, რომ ვიღაცას ვერ ვაპატიებ, მან ყველა საპატია, მათ შორის მის ჯალათებსაც კი. ღმერთო შეუნდევ არიციან რასაკეთებენო. ამას ამბობდა ქრისტე და ამას ამბობდნენ წმინდანები, რომლებსაც აწამებდნენ. ქრისტეს სახელის გამო ჯალათებსაც კი შენდობას აძლევდნენ. დადგე ჯვარცმასთან და თქვა, რომ მე ვიღაცა ადამიანი მაღიზიანებს, რომ მე ვიღაცას პატიებას ვერ მივცემ, რომ მე ვიღაცას გამარჯვებას არ დავასწრებ, იმან უნდა მითხრას, იმან უნდა მომიკითხოს, იმისი მხრიდან უნდა იყოს გამოჩენილი ყურადღება, სითბო, სიყვარული, იმიტომ რომ ჩემგან არ დაუმსახურებია ჯერ. ამას ყველაფერს ჯვარცმასთან იტყვი შენ ადამიანო, რომელსაც თუ შეგიძლია ერთი რამ მაინც თქვა, თვისება, რის გამო დაიმსახურე ქრისტეს ჯვარცმით შენი გათავისუფლება. და თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ ჯვარცმასთან რა პირით უნდა მიხვიდე თაყვანისცემად, მხოლოდ გარეგნულად მიხვალ დაიჩოქებ ხელებს, აღაპყრობ და იტყვი, რომ ჯვარსა შენსა თაყვანისცემთ ქრისტე მეუფეო? ეს ხომ დარჩება მხოლოდ ფორმალური
მოძრაობა რაღაცა შენი და არავითარი სულიერი სულა ამას არ ექნება. და რა ეწერა დღევანდელ სახარებაში? ვისაც უნდა რომ თავისი სული იცხონოს. როგორ უნდა იცხონოს ეს სული? აუცილებლად უნდა ესე იგი აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები? არ წერია რომ აიღოს ხელი და ჯვარი და ხელში დაიჭიროს. ასეთი ჯვარი ჩემო ძვირფასებო სასაფლაოებზეც არის დამაგრებული. სადაც უძრაობაა, სადაც ადამიანი ვეღარაფერს ვეღარ გამოასწორებს უკვე. ანუ სასაფლაოს ჯვარზე კი არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლის ჯვარზე. და რა არის იცით ეს სიცოცხლის ჯვარი? აი ხომ გაგიგიათ ხშირად ადამიანი იტყვის რაღაცაზე, ეს ჩემი ჯვარია, ან სხვას ანუგეშებს ასე. რა სიზამ ახლა ეს შენი ჯვარია. ოღონდ კი არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული რას გულისხმობს ამაში, ჩემი ჯვარი რა არის და მისი ჯვარი რა არის. გიფიქრიათ ამაზე რომ ჩემი ჯვარი ის კი არ არის ადამიანი რო იტყვის რომ რა ვქნა ახლა ქმარი შემხვდა ლოთი და ეს ჩემი ჯვარია. არა ეს შენი ჯვარი არ არის, ეს შენი არჩევანია. შენ აირჩიე ეს ქმარი. შენი ჯვარი იცით რა არის? მოთმინება არის შენი ჯვარი. შენში თუ ჩაბუდებულია სიზარმაცე ადამიანო და იტყვი რომ იცი რა, ნუ როგორც არის ახლა რა ვქნათ, ასეთი ვარ. ესე იგი შენ ჯვარს არ ტვირთულობ. ესე იგი შენ ბრძოლას არ იწყებ, მოძრაობას არ იწყებ, როგორც გითხრა ქრისტემ რომ აიღე შენი ჯვარი და შემომიდეგი მე, ამ მოძრაობას გაურბი ხარ და ამ უძრაობაში, ანუ სასაფლაოს ჯვრადგინდა გადააქციო ეს, რომელიც უძრავად სტატიკურად ესე დგას ერთ ადგილას და არ დაიძვრება არასოდეს. მაგრამ შენ უნდა იყო მოძრავი ამ სიცოცხლის სული შთამბერავი, რომ ჩემში ჩაბუდებულ სიზარმაცეს უნდა ვებრძოლო მე ჩემი შრომით, რომ ეს სიზარმაცე განიდევნოს ჩემგან. ჩემში ჩაბუდებულ განკითხვას თუ არ ვებრძვი, რა გამოდის მაშინ რომ ეს ჯვარზე ვარს ვამბობ? სინამდვილეში რა გამოდის ეს ჯვარი, იცით? რა არის ჩემი ჯვარი? ჩემი ჯვარი გამოდის რომ ადამიანობაა. მეტი სხვა უფრო დიდი ფუნქცია ჩვენთვის ღმერთს არ მოუწია. ამაზე დიდი რა შეიძლება მოგეწოს რომ სახელად ადამიანი გეწოდა, მაგრამ სახელად არ უნდა დარჩი ადამიანი და შინაგანი თვისებები უნდა შეიძინო ადამიანისა, რომელსაც ქვია სიყვარული, რომელიც ესე იგი მოიცავს ყველა სხვა სათნოებებს, რომელსაც ქვია პატიება, რომელსაც ქვია შენდობა, რომელსაც ქვია ყურადღება, რომელსაც ქვია სითბო, გამოხატულება, სიმშვიდე სულიერი. აი ეს ყველაფერი ადამიანმა ამისთვის თუ არ იბრძოლა და მასში ჩაბუდებულ საწინააღმდეგო, თქვათ რაღაცა თვისებებს თუ ესენი არ დაუპირისპირა, მაშინ ის ჯვარს კი არ ტვირთულობს, ამბობს უბრალოდ სიტყვებით რომ ეს ჩემი ჯვარია ეხლა და შეიძლება მიგითითოს ადამიანზე, რომელიც მისი ჯვარი კი არ არის. საჩუქარია ღვთისგან მოვლენილი, იმიტომ რომ ეს საჩუქარი რომ არ მოვლენოდა, საერთოდ თითის გატოკებასაც არ აპირებდა რომ ებრძოლა თუნდაც სიზარმაცის წინააღმდეგ, თუნდაც განკითხვის წინააღმდეგ, არაფერს არ აპირებდა ამის გამო და ამიტომ საჩუქრად ჩათვალეთ ყველა ის ადამიანი, ვისაც ჯვრად თვლით თქვენს ცხოვრებაში. იცოდეთ რომ საჩუქარი გამოგიგზავნათ ღმერთმა იმ ადამიანის სახით, ვინც თქვენ მიგაცნიათ რომ თქვენი ჯვარია. და თქვენი ჯვარი თქვენში ჩაბუდებული, ჩემშიც თქვენთან ერთად არ გეგონოთ თქვენსკენ ვიშვენ მხოლოდ ხელს, ჩაბუდებული ყველა ის ავიზნე და თვისება, რომელსაც მე არ ვებრძვი, რომელზეც როგორც საფლავზე დავდგი ჯვარი უძრავი, აი ესე არის დასამარებული და ვამბობ, რომ რა ვქნა ახლა, ასეთი ვარ და ასეთი უნდა შემიყვაროთ, ასეთი უნდა მიმიღოთ, ასეთი ცხოვრებით ვაპირებ ცხოვრებას და არანაირ წინააღმდეგობაში არ მოვალ მე აი ამ აზრებთან. ეს გახლავთ ის უძრავი ჯვარი, ეს გახლავთ მიცვალებულისთვის მიწოდებული ეს ჯვარი, რომლითაც ჩვენ გრძალავთ ჩვენს მიცვალებულებს. მაგრამ ცოცხალმა ადამიანმა ეს ჯვარი გამუდმებულად სიცოცხლის აი ამ წრეში უნდა ამყოფოს. ბრძოლაში უნდა ამყოფოს, ამ ბრძოლის გარეშე შეუძლებელია რომ ჯვარი იტვირთო. ამიტომაც თუ კი ხედავ შენ ნამდვილ ჯვარს, არა როგორც ადამიანს, რომ ეს თურმე ჩემი ჯვარია, რომელიც სინამდვილეში საჩუქრად უნდა მიიღო. არამედ უნდა ხედავდე ჯვარს, რომელიც ბრძოლა არის, ბრძოლის გამოცხადება, შენი ყველანაირი უკეთური
ხასიათების წინააღმდეგ ამ დროს გაიგებს ხვის ჯვარსვაც, როდესაც მიხვალ ადამიანთა და სხვა მეტი სათქმელი არაფერი გაქვს და ეუბნები რომ იცი რა ჩემო კარგო ეს შენი ჯვარია და უნდა იტვირთო, კარგად გაქვს უკვე გაცნობიერებული რომ იმას რომ ამ რჩევას აძლევ რომ ეს შენი ჯვარია, შენ რა ფუნქცია უნდა დაიკავო აქ? შენი დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს იმ სხვისი ჯვრის ტვირთვაში, რომ ნუ გეშინია მე შენთან ერთად ვიქნები ამ ჯვრის ქვეშ. არ დაგტოვებ არასოდეს მარტო. კი ბრძოლა გაქვს გასაწევი, დიდი ომი გელოდება წინ, მაგრამ იცოდე რომ მარტო არ ხარ. მე შენთან ერთად ვარ. მაშინ გაქვს უფლება ადამიანს უთხრა რაღაცაზე რომ ეს შენი ჯვარია, თუ კი მზად ხარ მის ქვეშ, აი ამ ჯვრის ქვეშ, ამ ადამიანის გვერდით იდგე. მაშინ გაქვს თქვა უფლება რომ რაღაცა ჩემი ჯვარია, თუ კი ეს ჯვარი არის გამოცხადებული ბრძოლა უკეთურებების წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში ვინმე ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც შენ ჯვრად გეჩვენება და ამ დროს ეს არჩევანი შენი გაკეთებულია ამ ადამიანთან ან ცოლქმრობისა, ან მეგობრობისა, ან რაღაცა ახლობლობისა, ეს ყველაფერი შენ გადადგე ეს ნაბიჯი, შენ თვითონ მოიფიქრე და ესე გადაწყვეტილება ასეთი მიიღე და ახლა უცბად აცხადებ რომ თურმე ეს ადამიანი შენი ჯვარია. ამიტომაც ძვირფასებო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ჯვრის თაყვანისცემის კვირა გახლავთ კვირა, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ პატიოსან ჯვარს, როდესაც ჯვარი ცარიელი არასდროს არ არის, მინდა გითხრათ, შეიძლება გამოსახულება მასზე არასდროს არ იყოს, შეიძლება იყოს უბრალოდ აღმართული ჯვარი და მაგრამ იცოდეთ რომ ცარიელი ჯვარი არ არსებობს. ჯვარზე ყოველთვის მოიაზრება ჯვარცმული ქრისტე. შესაბამისად, თუ კი ვიხსენებთ ჩვენ ჯვრის თაყვანისცემას, ვიხსენებთ ქრისტეს ვნებებს, ვიხსენებთ ქრისტეს ტკივილს და ვიხსენებთ ქრისტეს გარდაცვალებას. და გარდაცვალებას იცით ვის გამო? ხო, ყველა იტყვის რომ რა თქმა უნდა ჩემს გამოა, ჩემი ცოდვების გამოა ეს ყველაფერი, მე რომ გამოვხსნილიყავი. მაგრამ ამავდროულად არ დაგავიწყდეს რომ იმ ადამიანის გამოც არის, ვინც ჯვრად გეჩვენებოდა აქამდე და სინამდვილეში საჩუქრად უნდა ჩაგეთვალა. ამიტომაც იცოდეთ რომ ჯვრის თაყვანისცემის კვირა შეხსენება თითოეული ჩვენგანისთვის იმისა, რომ ჯვარცმა გახლავთ მოვლენა, ქრისტეს ჯვარცმა გახლავთ მოვლენა, რომელმაც ჩვენ უნდა გავხადოს ადამიანი ჩემო ძვირფასებო. და ეს არის ჩვენი ჯვარი, ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთელი ჩვენი ცხოვრების წესი და რიგი ასეთი უნდა იყოს, რომ ჯვარმა ჩვენ უნდა გავხადოს ადამიანი, რომელიც ჯვარცმასთან მისული თაყვანისცემით აღსასრულებლად იმას კი არ იტყვის მხოლოდ რომ ჯვარსა შენსა თაყვანისცემთ, არამედ შინაგანი განცდა ექნება იმისა, რომ ამ თაყვანისცემაში, თითოეული ვნებაში, თითოეული მტკივილში, თითოეულ შეურაცხყოფაში, რაც ქრისტემ დაითმინა, ეს მოხდა თითოეული ჩვენგანისთვის და ამიტომ უფლება არ მაქვს ვინმეს ან არ ვაპატიო, ან არ მიყვარდეს, ან გამარჯობა არ დავასწრო, ან მოკითხვა და ან მსახურება არ დავასწრო, ან სიყვარული არ დავასწრო და აი ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მერე შეიძლება თამამად ვიძახდე უკვე იმ გულიდან ამოძახილს, რომელიც საგალობელიც ეხლა მინდა რომ ყველამ ერთად ვიგალობოთ. ჯვარსა შენსა თაყვანისცემთ მე უფეო დაწმინდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო. ჯვარი დაბრძანებულია ემთხვიეთ.